ეს გიო არის უკან ხალხო საბარგულში ჩავტენე მანქანა არ გამიკეთა. ძეცა რა შარშულა. არა, შენ არ გაჭმევ ხა ყვილა მოყვედი. ეს არის მარტო ჩემი. სტержინს ვერ უშაულობს და გიო ეძებს. გამარჯობათ ხალხო, ვიცი რომ დავიკარგე, ვიცი რომ ძალიან დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია. მაინც ახალ წელს ხო იცით იმდეს ჭამ რომ არაფერს აღარ გძალია და ძალიან ბევრი რაღაცეები აქვს გამოგზავნილი SES Tunings. ძალიან ბევრი. და ეს ყველაფერი რომ დავაყენოთ მივდივართ სულავასკენ. თან პლუს მანქანას მარჯვენა უკანა მხარეს რაღაცა ხმაურობს, აი გეგონება რომ ქვაბიდევს საბარგულში რა. ხაშლავის კი სავსე. დალაიქეთ სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ 200,000-ზე რომ ვეჭველი უნდა ავიდეთ ხო იცით? დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ნელ-ნელა ახალი პროექტის და ახალი ხოდით შემოგვემატება რა. თავარია თქვენ მაჩვენოთ რომ ხოდზე ხართ ამ ვიდეოს ლაიქებით. ჩამოვედით გიოსთან და მე ხა ვამოწევთ ხმას. ამოვიღეთ რაღაცეები მანქანიდან. გიო უთხარი ხა შენი არხი გამოიწერო სტრიმზე შემოდის და მაშანტაჟებს ჩემარხს ნუ არ გამოიწერენ და რაღაცა. გიოს არხი აღწერაში იქნება ხალხო ამ ვიდეოსზე. ვამოწევთ რა მაგარი ხმები ისმის უკან. ხო. აშკარად უნდა ავწიოთ მანქანა და ქვევიდან ნახოთ სა. ნახავთ ეგრე? ხა საბარგულში ჩავიხედები, ქეჩას რაღაცებს ამოიღებ. ძალიან ისე ცუდი ხმა აქვს რა, ანუ ცუდი რა გეგონება რომ რაღაცა ქვაბიდევს საბარგულში რა. საბარგულში რაღაც ბოლტე ის ვიპოვით, 10-იანი გალოკა ვიპოვით, სადაც ცუდ ადგილას ეგდო და შეიძლება მაგის ხმაც ყოფილიყო და. ზუსტად საიდანაც სადაც ბენზინის აუზი აქვს, ზუსტად მანდა აქვს ხმა რა. აკუმულატორთან. სასაცილო კადრები იქნება, შემდეგი კადრები და არ დამცინოთ. ეს გიო არის უკან ხალხო საბარგულში ჩავტენე მანქანა არ გამიკეთა. თქვენ გონიათ რომ მარტო მატორებს აკეთებს, თუ ვერ გავიგე რას ფიქრობ. შეხედე. ამის დიდავატირე მეგიყო? ხო და აქ როგორ აიცი, აქ რკინა უნდა ქონდეს, აქ ამასთან. ხო და ეგ რკინა არ მაქვს. აკუმულატორის დაბმული არ გაქვს, დაკატავს წინ და უკან. გახეთქავ აკუმულატორს. აი ეს დამაგრებული არ არის, აბა ეგ დაიჭირე გიო და ისე გავიაროთ. ეგ არის? მოიცა და გადავიარო. გამაბრაზა და დავტოვე. გავბრაზდი არ გამიკეთა მანქანა და დავტოვე რა უყურეთ ეხა. დავითა მანქანას წევსაგერ და ნელ-ნელა უკვე დავიწყებთ. ჯერ unboxing-ს გაგიკეთებთ, რეები დევს, რა დევს ყუთებში SES Tuning-მა რა გამოგვიგზავნა, რომელიც აქ ამონახება. SES Tuning-ი არის ჩვენი აი როგორი მხარდამჭერი, იცი იმენა ეს პროექტი არის მთლიანად SES Tuning-ის დამსახურება ჩათვალეთ რა. ხდება დავით? ზეთია ნადენი. ზეთია ნადენი? შეიძლება იმას გასდის და აქეთ მე მიდიხარ ხოც. ხო, მე აქეთ გადმო. პროზეთიანი. ანუ აქ არ არის მაგდენად ზეთიანი, როგორც აქ. აქ აი აქ ძალიან ზეთიანი, მან კაროპკის შუა გადაბმას გასდის. ბოლტს არ გასდის, ეს არის ის ბოლტი რაც. ხიდი, короче, ხიდის ხუფი. ეს ნანახი კი გაქვთ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გაჩვენებთ თარნერის ხიდი არის. ეს დანარიც მომატანი. იმისთვის. ხიდის ხუფი არის, ეს წინაზეც გაჩვენეთ. ამას მე დეტალურად განახებთ, ამას მოყვება გიო Mercedes-ის გერმეტიკი. და რა შარშულა. ნახე, შეხედე. Mercedes-ის გერმეტიკი რო ნახო ერთი წუთით. ეს რა არის ჩემო ძმო? ხიდის ისაა ეთყობა. ზეთია რა? აუ ეგ მოყვა. 1040, 1540, Audi, Toyota, BMW вообще არ წერია. 75-90 გიო. 75 140-ზე Audi, Hyundai, Toyota, Volkswagen, Alfa Romeo, Holden, Lotus, Mazda, Mitsubishi, Nissan, Opel, Skoda, Vauxhall-იც Opel-ია. უყურე, ეხლა რა ხიდი გადაიჭრა? ზეთი მომიტანე. ზეთს მოიტანენ ბიჭები 2 წუთში. ოპა! ბალიშები. უყურე რა გამომცხვარი არის. მოიცა ავხადოთ გიო თავი. ესე გადმოვატრიალოთ. აბა ძაღლებო, სათამაშოები გაქვთ? ოპა! ველური. აჰა, ძმაო, რაღაცა ვაუჩერი მოყვა. ნახე გიო რა მცენზემიას. ეგ უკანა ხო? ეს რა არის აქ, ეს ვერ გავიგე ეს. ნახმარი რატო არის? აი იმან გამოაცურა წეგან ყუთი უნამოსო. ეს რა შერწელი ბაჩოკის არის ხო? კიდე რა გამოიწერე? აკლია რაღაცა. ალუმინის რა შერწელი ბაჩოკი უნდა იდოს.
დათო არაფერი აქ არ დევს ხიდის ზეთი არ გვაქვს ტულკები არ გვაქვს მერსდესის გერმეტიკი გვაქვს წყლის ბაჭოკი აი ლიკვიმოლის გერმეტიკი გვაქვს მერსდესს მიავიხ ეს გერმეტიკს არ გავს ხიდის ხო? ზეთი საიდანაც ისხმო ხო ეგ არის? აბა? anti friction for gears. ეს ის არის სვეთის საწინააღმდეგო კვილანებს სმასკავს. ეს კიო? ეს იმისა ხო სუხოვების. კი. აი არა უშო სამის დედაც ვატირი ამ რა შეერწალება ჩოკის. მაგრამ წერია ბიჭო, გაიგე და დაავიწყდათ ჩადებატო. აი სუხოვები გვაქვს, კაროჩე და ეს ხიდის ის გვაქვს რა. ამ რა შეერწალება ჩოკზე მივწერო რავი, დაავიწყდათ ჩადება და ბაჩოკი გამოუშვით, ძმაო. ბაჩოკი არ გამოუგზავნიათ. არა და წერია ყველაფერი რომ იყო გამოგზავნილი. მაგრამ წინაზეც ეგრე მოუვიდათ და შენიშვნა მისცა და კიდე რაღაცეები დაამატა რომ ცუდად ისქნეს. სხვადასხვა მოძდით ხოლმე და ბევრმა დამიწერა კომენტარებშიც რომ გამოუგზავნიათ ეგრე დანაკლისით რაღაცეები, მაგრამ მე ანაზღაურებენ რა. გიო, ეს საჰაეროაში. რესთვის აუკეთესი რომ უკეთესად გაგრილდეს, ხო? რო არ გაცხელდეს. ანუ შეხედე ამასაც იგივე აქვს რა. აი ესეც იგივე ფორმა აქვს ამას და ეს არის ანუ ამაში ჰაერი გადის, ეს გრილდება და ავტომატურად ხიდს აგრილებს. ესეც იგივე პროსტა ფორმა აქვს სხვა რა. არ უნდა ჩამოვიღოთ? ხიდი. ხიდი კი ყუმბარებია. ყუმბარები ეგრევე იმაშვება? ვა, ეგ არ ვიცოდიტო. ეხლა გეცოდი. სამაგრია. აი ეს ხო არ დავიჭირო. რაღაცა ზან ხანაობს ძმა და სამაგრია რა აქვს საერთოდ? არა. ამის სამაგრი მაქვს და მოხს. სადა? აგერ მან სულავას სტაში მეოთხე სერიებში მიგდია. ვა, საღოლ აი ლეგენდა დავითა. მაგრამ სამაგიეროდ მე რას ვაძლევ? Android სარკე ექნება, უკან გაიხედება ხოლმე ზადნით არავის დაგეჯახებათ. აი? უსაფრთხოება პირველ რიგში. უპირველეს ყოვლისა. Android ცარუკიანი. შეხედეთ, ეხლა ხალხო რამხელა სხვაობაა პროსტა ამას და იმას შორის. აი, ხელი რო დავადოთ და მიხვდეთ რა. ძალიან დიდი სხვაობაა მართლა. არა, ძალიან ვული. მართლა ძალიან, რა ვქნა, მევასება ძალიან ვული რა. არ მევასება ეს ტვინოს. ეს რომ მყავდეს ახლა ტრეინოლი 46 მართლა. აი, მაგას რომ შეულაგებდი. აი, ვაი და რაღაცას კრილო შემოარტყა ამაზე უკანა, მორჩა. ამანქანის ისტორია დამთავრებული. ხო, მორჩა რა. ამასობაში ხიდი მოხდა დავითამ. და ჩემ მანქანაზე უნდა გადავიტანაო მეუბნება და ანუ 3-დან 2-საც გადმოვიტანთ ხალხო ეხა. ამას შეხედე შეჩემ. ამას უყურე ვაფშე არა აქვს ძმა. იქით შეხედე. შიგნით ხო უნდა იყოს შეჩემ. არა არის. ბიჭო, მალე ხსნის ადამიანი ვინც იცის. ეხა მე და შენ რომ მოგახსნა მორთო შეიძლება ერთ კვირაში საბოლოო ჯამში შეიძლება ერთ კვირაში ეს 2 წინა ბოლტი რუსიაზე დავეცი და მე მაგარი იქნება. აგერ შევხედოთ, აგერაა კოდი, ვისაც დაგჭირდებათ, ნახეთ, აი კოდი. ესენი არის რა ტურკები. აი ნახე? გუქშიც ვერსაც იპოვებს ხოლმე. აი კოდი აგერ რო რამე ანახე შეგიძლიათ ნახოთ მაგრამ ეს ბლოკირება აყენია ხალხო CS-ზე ანუ ეს ხიდი აყენია 3.94 არის როგორც ვიცი შეიძლება მეშლება და ჩემი სწორედ კომენტარებში ეს აყენია competition-ზე და ჩვეულებრივზე ანუ base model-ზე ჩვეულებრივ მომსამზე სხვა აყენია ეს აყენია როგორც ვიცი CSL-ზე და CS-ზე რადგან ვცვლით ამ სუხოვებს სვეიბარებს. საჭირო არის რეგულირებადი წინაც წინ მიყენია ისედაც სტержინები და უკანაც რა, უკან ესენი უნდა ჩამოყოლოდა წესით, იმიტომ რომ ეს სტержინები რაც არარეგულირებადი არის, რაც ამაზე აყენია, ეს ფიზიკურად ვერ წავა. ფიზიკურად ვერ დავაყენებთ. იმიტომ რომ რავი, დავპოსტე კიდეც და ნუ არ არის რა მოკლედ. რაღაცა რომ ისე არ მოხდეს შანსი არა რა. კაროჩე დავაყენებთ წინ შეგვიძლია დაყენება და უკან ამ ხიდის ეს რა დაყენება და მე როცა გამოვიწერდა ჩამოვა უკვე ეს უკანა რეგულირებადი $174 ღირს ეს უკანა რეგულირებადი სტержინები რა და როცა ჩამოვა მე უკანა სუხოვებსაც დავაყენებთ რა ეს გიოა რომელსაც კიდია ცხოვრება სვეიბარებზე არის წამოწოლილი პირდაპირ სტержინს ეძებს სტержინს ვერ უშაულობთ და გიო ეძებს მურთო, ეხლა ნახე რა ვქნა. ზად თუ ხარ გეტყვი რომ დაგენძრა მურიკა. არა, შენ არ გაჭმევ, ეხლა ტყუილა მოხვედი, ეს არის მარტო ჩემი. აუ, ეხლა ეცინე გადავიდა. ვახჩევ დაგვენძრა. მე მალყასუა.
აჰა. მიმდინარეობს ამოპრესვა, ხალხო. ჯერ ჩაპრესვა არა, ჯერ ამოპრესვა არის, ცოტა საჩალიჩო. ისეთ მიუდგომელ ადგილზე არის, მაშინ უნდა მოიხსნას ტრავერსი და კაროჩე ისე გაკეთდეს და ესეც ჩვეულებრივ დავითა თავის ხელსაწყოები გამოიგონა, რომელიც ჯერ არ არის გაყიდვაში და გადმოკეთებული და დააპატენტებს ახლა ამ ხელსაწყოს და მე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რა. თითქმის გამოვიდა ხო დავით თუ? კი. გამოსვლა დაიწყო, ძამი შეგნით არის აგარ შეახედე ძამი? არა, ეგ არა მოთო. აი მოთო შეგნით ნახე. კი. რომ მოხვალთ აქ, დავით აიკითხეთ. დადის თავისი უროთი. რაღაცა არმატურით. ეს დაშლილით გავიდა. არ მეჩქარება, აბა. რა გეჩქარება, ბიჭო? შენი მანქანა არის 280 ცხენზე. რა ეყოფა? ჩემი ეს რა გინდა? ბევეს მძღოლები მართლა სექტანტები ხართ, რა გინდა? რა უნდა გამასწროს, ბიჭო, არ არსებობს. ჩემი ნახე ხალხო, უყურეთ დავითამ ისეთები უქნა, რომ გაასხა, ნახეთ. შეხედეთ პროსტა რა შვება, ბიჭი. შეხედეთ რეები უქნა. საღოლესი ეს წონიქს რა ლაიქ შეირ. რო ჩამომსვლოდა water tanki, უფრო water expansion tanki უფრო ლაიქ, მაგრამ საღოლ დავით ჩაპრესილი არის ესეც. აგერ ტარნერის და ეს დადგება აი ესე. აქ. ეხლა გოგა ჩამოგვიტანს ხიდის ზეთს და ჩამოიტანს ბენზინს, რომ გავრეცხოთ. კარგად მოვაპარიატკოთ ხიდი და შევაგდოთ. სალიარკაში გადავავლოთ და შევასისინოთ. ბიჭო, აი, ხალხო, ესეთი რამე გინახავს, არ მევასება ეს ტრეკზე სიარული. აი, არ მაინტერესებს, ჩემი ინტერესი ეგ არ არის. კიდია რა. ტრეკზე სიარული ვისაც გამოსდის ევასება დადის. მე ვკაიფობ ამ მანქანით. ხვდები? სვეჟად არის, კარგად არის, ლამაზია ვკაიფობ. всё. ესედა თან ძალიან ლამაზია. უკანაც რო დაყენებულიყო უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იმასაც დავაყენებთ უეჭო. უკან გადავალთ ხიდის დაყენებაზე, ხიდში ზეთს შავასხავთ და გავიჩითებით რა. რადგან არ ჩამოგვივიდა მესენი სტержინები უკანა სტержინებს გამოვიწერ და როცა ჩამოვა, ან გვიპასუხებ ჯოსალინა, როგორც კი ჩამოვა, ეგრევე დაგეწევათ მეორე ვიდეოც რა. 75-140-ს ხავთ რაზეთია, შემდეგ გადაცემაში ნახავთ. ხიდი აბა გაანათ. ხიდი გავსვაპეთ. ხალხო. ჩემს ასაყენე ჩვეულებრივი ხიდი და ბლოკირება დავაყენეთ. გავსვარკეთ. აბა ტრეინოლზე ბლოკირება ვის გაუგიაო? ტრეინოლის პატრონი. კი, რო ადგება ვანახებთო მურთომ და რავი დაველოდოთ დილას მაშინ. მე როდის ბიჭო, რო გითხარ რაღაცა ისე გამოიყურება თქო რომ აი ჩანს. შენ რა გეგონა, ქვევით იქნებოდა ჩამოგედებული შეჭება? არა, ქვევით არა, მაგრამ რაღაცა მე მაგალითად შავ ბოლტებს მოვაყოლებდი. კაი, ბიჭო. შუშა ყოფილა, ჩემი კარგი მოხდა. შუშა. ეს რო გაშავდება, აქ. ესე იგი ზეთი გამწვარია და გამოსაცვლელია. ალიო. значит დაგებ. ხედავ. ეს შუშა არ გატყდება? არა. არ ცხელდება ეს ძალიან? არა, რომც გაცხელეს იქნება გათვლილი ეგ ბოლტი აქვს შუშიანი რა, ხალხო. ანუ ხო არის ის ჯუჯიანი და ეს არის. ბოლტი აქვს შუშიანი და კაროჩე აქ ზეთ საკონტროლებ რა ფერი არის და აბა იმას საკონტროლებ კიდე რამდენი? დონეს ვერ ხარისხს პროსტა ხო? ხო არა, რო აკონტროლო როდისაა შესაძლოა და ზომას ვერ აკონტროლებ. ზომა შეიძლება გაიზომო. განელი ხარ, შენც არის ხო ვაკელი. წავიდა. აიცე, ესე არ გამო. საღოლ. მადუნა შემოსვით. ეს ჯერმან შესვა? მადუნა შესვა. არა, აქ ცოტა აწიე მაგრამ. აწიეთ. ჩვენ კი რო გაწევულ მეტი აღარ. როგორ არა გიო აწია შენსკეთ.
ბამპერსოდება. რაიდება ბამპერსო. ჩამოწი შენ ხარე. ბექა სწორად ჩვენი. ესეც ბოლო პროცესი. ბოლო შტრიხები. შტრიხები. აგეთ დაყენდა. ეს მურო, წამომყევი ხა და ვაჩვენოთ გადათარნერებულობა რა. დავიწყოთ უკანა ტრაკიდან და გავიდეთ თავში. First. აკეთ. ო, მეორე თარნერი. ეს სუთარნერია. აკეთ, Magna Flow. აკედანაც, აგერ ესე ლამაზად არის. გური ჩემოდ გააკეთეთ მანქანა. თვითონ აღარ მიკეთებს მანქანას და რა ვიდეოებში აბა აღნიშნეთ ერთი. არ გააკეთეთ რა? დავშაბოთ თავი. მანქანას აღარ მიკეთებს ხალხო და რავი, თქვენ გადაწყვეტეთ. აგას მიკეთო ბიჭო, ნაწილები არ ჩამოვა. გამოიწეროთ თუ არა, თქვენ გადაწყვეტეთ, იმიტომ რომ მანქანას ხელს აღარ კიდებს. რაც 40,000-ზე ავიდა, მანქანამდე კიდებს. ეხლა 40,000. აჰა, ძმა, 100,000 გამომწერზე. მოვა, შეიძლება აი ზალზეც აღარ გიპასუხებს. შეიძლება აღარ გაგვიღოს ეს საერთოდ. ბაგაჟნიკში ვინ ეგდო დღეს? ხო. ვა. ბაგაჟნიკში ვილეგდო ხალხო. აი რა უკეთ ბაგაჟნიკში, შეგადა მომიტაცა ბაგაჟნიკი. მოკლედ, წავიდით შემდეგ ვიდეომდე. ეხა ეს ვიდეო არ მორჩენილა, ეხლა და გავიყვანოთ ბანზე და იმით. იოსახი გამოიწერეთ ხალხო და E46 დათოს E46 თუ და ესე უნდა გენა. როიცი? შენ როიცი?